შეხვედრა. დღეს თქვენი მყოფებით კომპანია GIF-ს პრეზენტაციაზე. აქ იქნება საუბარი თუ რა პროექტია, რას გვთავაზობს, რა შესაძლებლობებია და როგორ შეიძლება კომპანიასთან თანამშრომლობა, როგორც პარტნიორი, ან როგორც მომხმარებელი და როგორ შეიძლება გარდა იმ სიკეთეებისა, რაზეც ახლა მექნება საუბარი დასაწყისში, ჩვენი პრეზენტაციის პირველ ნაწილში, როგორ შეიძლება დამატებითი ან ძირითადი შემოსავლის წყარო შეიქმნას ადამიანმა. მოკლედ დავიწყოთ. GIF-უ ეს არის სიცოცხლის სავსე ცხოვრების სტილს ნიშნავს. სლაიდებს მივყვეთ ეტაპობრივად. განსაზღვრება არის სიუხვით სავსე ცხოვრება და დამერწმუნებით ალბათ, რომ ეს განსაზღვრება ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან მომხიბვლელია და რაზეც ვისაუბრებ ახლა დაადასტურებს, რომ ნამდვილად სიუხვით სავსე ცხოვრებას გვთავაზობს კომპანია GIF-უ. კომპანიის უკან, რა თქმა უნდა, გუნდი დგას. არ შეიძლება, რომ კომპანია ვითარდებოდეს, ძლიერდებოდეს და ისეთი წარმატებული იყოს, როგორიც არის GIF-უ და მის უკან არ იდგეს ესეთი საინტერესო ადამიანების გუნდი. ნებისმიერ სისტემას სჭირდება გუნდურობა და როცა გუნდი შეკრულია, რა თქმა უნდა, უფრო კარგად მიდის საქმეები. ამიტომ წარმოდგენილი არიან აქ გუნდის წევრები, ერთ-ერთი ვთქვათ, კაილ კოპლანდი, რომელთანაც მე პირადად მქონია ურთიერთობა, ვიცნობ ამ ადამიანს, ძალიან დასაყრდენი პიროვნება, არაერთი პროექტი განუხორციელებია და ყველა ძალიან წარმატებულად, ამიტომ GIF-ში რაც ხდება, ძირითადად მისი დამსახურებაა და არაჩვეულებრივად მართავს ნამდვილად ამ ყველაფერს. შემდეგ, კომპანია ანვითარებს სამ მიმართულებას. დღეს ამ სამ მიმართულებაზე დეტალური საუბარი არ გვექნება, მაგრამ ზოგად მიმოხილვას გავაკეთებ, რომ წარმოდგენა გქონდეთ, რას ემსახურება კომპანია, ხო? პირველი მიმართულება ეს არის GIF-უ travel-ი, მოგზაურობა, ვისაც მოგზაურობა უყვარს და მე მგონი ყველას გვიყვარს მოგზაურობა. შემდეგი მიმართულებაა GIF-უ ჯანმრთელობა, ვიცხოვროთ ისე, რომ არ დაგვჭირდეს ექიმის ჩარევა, ძალიან საინტერესო მიმართულებაა ესეც და მესამე მიმართულება არის სწავლება, GIF-უ Live-ი, ეს არის სასწავლო პლატფორმა, სადაც ძალიან საინტერესო მიმართულებების შესწავლა შეუძლია ადამიანს და თუნდაც აი ამ მიმართულებით შეუძლია, რომ შეიქმნას შემოსავლის წყარო. და მოდი დავიწყოთ პირველი მიმართულებით GIF-უ ჯანმრთელობა. ამ მიმართულებაში მე მაქვს დაახლოებით 15 წლიანი გამოცდილება და ძალიან კარგად მესმის რა პროდუქტებია ეს და ამიტომ ჩემს ხედვას გადმოგცემთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ჯანსაღი ცხოვრების წესი ეს არ არის ტრადიციული მედიცინა, ეს არის ალტერნატიული მედიცინა, სადაც საუბარია ფუნქციურ პროდუქტებზე, რომელიც არის იგივე საკვები დანამატი და რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ 21 საუკუნეში იმდენად არის ჯანმრთელობის ხარისხი, ასე ვიტყვი, გაფუჭებული, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ აქ არის ცუდი საკვები, ვთქვათ, იგივე ჰაერი დაბინძურებული, გარემოა სტრესული, იგივე ეს ინტერნეტი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი აკეთებს ძალიან დატვირთვას, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება და ამიტომ გახდა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციური პროდუქტები და ძალიან მოკლედ განვიხილავ იმ ფუნქციურ პროდუქტებს, რომლებიც გვაქვს კომპანიაში, ხო? პირველი ეს არის ლივი, პროდუქტი ლივი, რომელიც არის ანტიოქსიდანტური პროდუქტი. ხედავთ ეკრანზე რამ ხელა შემადგენლობა აქვს და როგორი დახუნძლულია თავისი შემადგენლობით. ხილია ჩამონათვალი, ინგრედიენტები რესვერატროლი და გლუთათეონი, ორივე ამ ნივთიერების ნაკლებობა ჩვენს ორგანიზმში იწვევს ძალიან სერიოზულ დარღვევებს და როცა ამ ყველაფრის შევსება ხდება ორგანიზმის აღდგენა, გაჯანსაღება და ჩვენი ძირითადი მიმართულება, რასაც ეს ემსახურება, ხო, ფუნქციური პროდუქტები. ეს ჩვენი კონკრეტულად, ეს არის დაბერების პროცესების შეჩერება და რეალურად ეს ასე ხდება. და ვიცხოვროთ ისე, რა ცხოვრებაც გვაქვს, რომ ვიყოთ ჯანსაღად, ლამაზები, წარმატებულები და ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ და აი ეს პროდუქტი სწორედ გვეხმარება ამ ყველაფერში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დეტალებზე არ მექნება საუბარი და დეტალებზე რომელი პროდუქტით თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ თქვენს მომწვევებს შეეხმიანოთ და ისინი დაგაკვალიანებენ, რა თქმა უნდა, უფრო დეტალურად აგიხსნიან. შემდეგი ეს არის Gen 3, სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ გუშინ გვქონდა არაჩვეულებრივი Inside Call-ი ქვია,
უმაღლესი შეხვედრა, სადაც მეცნიერი, რომელიც ჩვენს პროდუქტებს კურირებს, ასე ვთქვათ, საუბრობდა აი კოლაგენზე, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის. ეს არ არის მხოლოდ კანი, ფრჩხილი თმა, აქ ძალიან ბევრი სხვა მომენტები არის ჩართული, რომელიც ჩვენს ორგანიზმს აძლიერებს, ანუ ქოლესტერინის პრობლემას აგვარებს, სისხლძარღვების პრობლემას აგვარებს, ძვალსახსროვანი სისტემის პრობლემას აგვარებს და ნუ მოკლედ ძალიან საინტერესოა კოლაგენი, იმიტომ რომ მის შემადგენლობაში გარდა კოლაგენის არის კიდე სუპერხილი და არის კიდევ ანუ კოლაგენთან ერთად როგორ თქვა, ელასტინის გამომუშავებაც ხდება ორგანიზმში და იცით ალბათ, რომ ელასტინი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის. შემდეგი არის სტემის მიმართულება, ეს არის უკვე კონკრეტულად დაბერების პროცესებს რო აჩერებს, იმიტომ რომ აქ არის ღეროვანი უჯრედების განვითარებაზე საუბარი, აქ არის ტელომერებზე საუბარი, ნატპლიუსი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნატპლიუსის გადასხმები ახლა ამ ბოლო პერიოდში ძალიან მოდაშია, ასე ვთქვათ და ბევრი ადამიანი იკეთებს და ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ნატპლიუსის შემთხვევაში ძალიან კარგად მუშაობს აუტისტური სპექტრის ბავშვებში და ამასაც მინდა რომ ხაზი გაუსვათ. შემდეგ ეს ჩემი საყვარელი პროდუქტია, არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო, ეს არის STEM ომეგა 3, D3-თან ერთად, რომელიც იძლევა ფანტასტიკურ შედეგებს. მე პირადად მისი მომხმარებელი ვარ, რა თქმა უნდა და არაჩვეულებრივი შედეგი მივიღე ენერგიაზე, მიუხედავად იმისა, რომ ენერგია და პოზიტივი არ მაკლია, ამან არაჩვეულებრივი შედეგი მომცა კიდევ მაგ მიმართულებით. ამიტომ ძალიან დიდი რეკომენდაცია აი ამ პროდუქტს. კოსმეტიკური ხაზითაც გვანებივრებს კომპანია ჯიფუ, იმიტომ რომ გარდა შინაგანი სილამაზისა, გარეგნული სილამაზეც გვინდა ადამიანებს, არა მხოლოდ ქალბატონებს, მამაკაცებსაც არანაკლებ აღელვებთ. ახალი ნაოჭების გამოჩენა და დაბერების პროცესების შეჩერება ყველას უნდა, ამიტომ არის მთლიანი კომპლექტი, აი გლოს ხაზისა, სადაც შედის დასაბანი გელი, დღის საცხი, ღამის საცხი, შრატი და ნუ მოკლედ ძალიან საინტერესოა ესეც, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ საცხი, ეს არის გამაახალგაზრდავებელი, რომელიც ღეროვანი უჯრედების გაახალგაზრდავებაზე მუშაობს და რეალურად ხდება კანის გაჯანსაღება, ნაოჭების გასადავება, ნუ ფანტასტიკური კოსმეტიკური საშუალებაა. ხო, ეხლა გადავიდეთ უკვე მეორე მიმართულებაზე, რომელიც არანაკლებ საინტერესო და არანაკლებ მნიშვნელოვანია. დღესდღეობით ყველა ადამიანი ცდილობს, რომ რაღაცნაირად წელიწადში ერთხელ მაინც იმოგზაუროს და ძალიან ბევრი პლატფორმები არსებობს, სამოგზაურო პლატფორმები, სადაც ხდება დაჯავშნა ამ სასტუმროების, ხო? და არის ესეთი პლატფორმები, სადაც დევს მთლიანად მსოფლიო მასშტაბით სასტუმროები და სხვადასხვა კომპანიები, ხო, Airbnb იქნება, Booking იქნება, ნებისმიერი სხვადასხვა კომპანიები იღებენ მე აი ამ დათაბაზებიდან აი ამ სასტუმროებს, დებენ თავის საიტზე და რა თქმა უნდა ფასნამატით ხდება მე ამის გაყიდვა, ხო? როცა შედიხართ თქვენ თქვათ Booking-ზე, ჯავშნით ამა თუ იმ სასტუმროს, რა თქმა უნდა ფასნამატით ჯავშნით და კომპანიას აქვს ეს მოგება. მაგრამ რა ხდება ჯიფუს შემთხვევაში? ჯიფუს შემთხვევაში ფასნამატით არდებს კომპანია თავის საიტზე, ჯიფუს travel პლატფორმაზე, აი ამ სასტუმროებს, იგი აქედან მოგებას არ იღებს, უბრალოდ ადამიანი, როდესაც ხდება გამომწერი აი ამ სამოგზაურო პლატფორმის, ყოველთვიურად არის გადასახადის სადღაც $35 მე მგონი მინიმალური და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ჯავშნის შემთხვევაში შეუძლია ძალიან კარგად დაზოგოს თანხები. მოგზაურობა კარგია, მაგრამ თანხას თუ ვზოგავთ, კიდევ უფრო კარგი. მაგრამ საინტერესო აქ კიდევ ის არის, რომ როდესაც შენ ხდები გამომწერი ამ პლატფორმის და 1 წლის განმავლობაში ხარ აქტიური გამომწერი, კომპანია გასაჩუქრებს უფასო ვაუჩერით და თავისი ჩამონათვალი აქვს, რა თქმა უნდა, ეს ვაუჩერები, რომელ ქვეყანაში შეგიძლიათ გამოიყენოთ, საკმაოდ დიდია, სუყე არჩევანია და შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი
ქვეყანა 4 ან 7 ღამით უფასოდ შეგიძლიათ დაისვენოთ. ესეც ძალიან კარგი და კიდევ უფრო კარგი ის არის, რომ როდესაც თქვენ ხდებით აი ამ პლატფორმის გამომწერი და უზიარებთ თქვენს მეგობარს, აი თქვენს პლატფორმას და ისიც ხდება გამომწერი GFood Travel-ის პლატფორმის, ამ შემთხვევაში კომპანია თქვენ გასაჩუქრებთ და ქულებს გირიცხავთ, ასე ვთქვათ, რომელიც შეგიძლიათ ფულად გამოიტანოთ ან სხვა მოგზაურობისთვის გამოიყენოთ. რა თქმა უნდა, GFood Travel-ს აქვს თავისი აპლიკაცია, ტელეფონში შეგიძლიათ გადმოტვირთოთ, გქონდეთ და თქვენი სამოგზაურო პლატფორმა მოკლედ მუდმივად იქნება თქვენს გვერდით. და ესეც ძალიან საინტერესოა. მოკლედ, ეს ვაუჩერებზე ვისაუბრეთ, უფასო საცდელ ვერსიაზეც გითხარით, ნებისმიერ თქვენს მეგობარს შეგიძლიათ გაუზიაროთ და იმანაც ისარგებლოს და ორივე სარგებელში იქნებით ამ შემთხვევაში და მესამე მიმართულება, ეს არის მიმართულება, რომელიც 21 საუკუნის ადამიანისთვის არის ძალიან მიმზიდველი და მომხიბვლელი, იმიტომ რომ ეს არის სასწავლო პლატფორმა და მეთანხმებით ალბათ, რომ დღევანდელ სიტუაციაში ნებისმიერი საქმე თუ არ უკავშირდება ინტერნეტს და ინტერნეტით თუ არ შეგიძლია რაღაცა ინფორმაციის მოძიება, სწავლის მიღება, თუ პრეზენტაციის მოსმენა, თუ ანალოგიურად რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, ხო? ის მაინც და მაინც კარგად ვერ ვითარდება. და დღევანდელ სიტუაციაში ადამიანებს დროის დეფიციტი იმდენად გვაქვს, რომ თქვათ, ახალ-ახალი კურსების გავლა გვიადვილდება უფრო თუ გვაქვს აი ესე ხელი თუ შეგვიძლია რომ ვცადოთ თქვათ ონლაინ სივრცეში აი ამ ტრენინგების მიღება და GFood Live არის სწორედ ის სასწავლო პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ ის ცოდნა, რომელიც მოგიტანთ თქვენ თქვათ აირჩევთ იმ საგანს, რომელიც თქვენთვის მომხიბვლელია, რომელიც მოგიტანთ დამატებით შემოსავალს და გასწავლიან აუცილებლად ის ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ სფეროში არიან პროფესიონალები. აქ შეგიძლიათ ისწავლოთ კრიპტოვალუტის ვაჭრობა, ფორექსი, ელექტრონული კომერცია, აქ არის უძრავი ქონება, სოცმედია, ფსიქოლოგიური ტრენინგები, ძალიან დიდია ეს ჩამონათვალი და რა თქმა უნდა, ამაზეც შეგიძლიათ მიიღოთ დაწვრილებით ინფორმაცია აუცილებლად თქვენს მომწონს თუ ჩაიკითხებით. აქ არის ნაჩვენები ის პლატფორმა, როგორ გამოიყურება ზოგადად. ყველაფერი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ნაწილი არის. ასევე გვაქვს, რა თქმა უნდა, აპლიკაციაც და შეგიძლიათ ტელეფონში გქონდეთ თქვენი სწავლება და ტელეფონით აკონტროლოთ. საინტერესო ის არის, რომ მხოლოდ სწავლა, თეორიული სწავლა არ არის, ანუ აქ არის დავალებები, რომელიც უნდა შეასრულოთ, მერე რომელიც უნდა ჩააბაროთ თქვენს მასწავლებელს, ასე ვთქვათ, რომელიც გაგიყვანთ რეალურ შედეგზე. თუ კონკრეტულად ვილაპარაკებთ, თქვათ, ვისაუბრებთ ფორექსზე, ხო? ფორექსი და კრიპტო ახლა ძალიან აქტუალურია. თუ აი ამ ორ მიმართულებაზე ვისაუბრებთ, აქ არიან ტრენერები, რომლებიც რეალურად 10,000-ობით დოლარს გამოიმუშავებენ ამ მიმართულებით. აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება, პრაქტიკული გამოცდილება, რომელსაც გასწავლიან და შეგიძლიათ თქვენც ანალოგიურად გააკეთოთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა და ამასაც გირჩევთ, რომ მოისმინოთ დეტალურად ამაზე ინფორმაცია. და ჩვენ ახლა გადავდივართ ყველაზე გემრიელ მონაკვეთზე ჩვენი პრეზენტაციის, რის გამოც მე პირადად აქ ვარ და რის გამოც ზოგადად ამ ინდუსტრიით დავინტერესდი და 15 წელია უკვე ამ ინდუსტრიაში მოღვაწეობ, ხო? ეს არის იგივე ქსელური მარკეტინგი, კომპანია იყენებს affiliate პროგრამას. affiliate პროგრამა საინტერესოა იმით, რომ რაც ჩამოვთვალე, ხო, ეს იქნება მოგზაურობა, ფუნქციური პროდუქტები, თუ ეს იქნება სასწავლო პლატფორმა, აი ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც თქვენ ამის რეკომენდაციას უწევთ თქვენ საახლობლო წრეს და თქვენი ახლობელი ინტერესდება და რეგისტრაციას აკეთებს კომპანიაში და იწერს ამა თუ იმ პროდუქტს, ამა თუ იმ მომსახურებას, კომპანია ამ შემთხვევაში გაჯილდოვებთ. ეს არის affiliate პროგრამა, რომელიც ძალიან ბევრ კომპანიას აქვს უკვე ჩართული თავის სისტემაში და მომხიბვლელი არის იმით, რომ შეგიძლია გახდე კომპანიის უბრალოდ მომხმარებელი, გაცრავად, შეგიძლიათ გახდეთ კომპანიის უბრალოდ მომხმარებელი და ნელ-ნელა საფეხურეობრივად დამატებითი შემოსავალით შეიქმნათ. ნახეთ, როგორ არის სისტემა აწყობილი. ნებისმიერ ტრადიციულ ბიზნესს აქვს რეკლამა.
ეს არის რეკლამა, რომელსაც ვეძახით ცივ რეკლამას, ხო, რაც გვხვდება რადიო, ტელევიზია, პრესა, ბანერები, ხო? თუნდაც იგივე YouTube-ზე რომ რაღაცა ჩართო და რაღაცის მოსმენა, ყურება დაიწყოთ, არ ვიცი, ყოველაც წუთში ერთხელ გვაწყვეტინებს რეკლამა, ხო? მოგწონს თუ არ მოგწონს, ნუ იძულებულები ვართ რომ უნდა მოვუსმინოთ და უნდა ვუყუროთ. ეს არის ცივი რეკლამა, რომელიც მაინც და მაინც აღარ მუშაობს 21 საუკუნეში, იმიტომ რომ ადამიანებს უფრო მოსწონთ და უფრო მეტად მნიშვნელობას ანიჭებენ რეკომენდაციას იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ესა თუ ის მომსახურება ან ესა თუ ის პროდუქტი უკვე გამოიყენეს, არიან კმაყოფილი მომხმარებლები და უწევენ გულწრფელ რეკომენდაციას. როდესაც ასეთ რეკომენდაციას უწევს ადამიანი, ამა თუ იმ პროდუქტს, თუ ამა თუ იმ მომსახურებას, კომპანია ამას ხედავს და ამაში იხდის სწორედ იმ პროცენტს, რაც ცივ რეკლამაში უნდა გადაეხადა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან საინტერესო მიდგომაა ეს, როდესაც გულწრფელ რეკომენდაციაში იღებთ ჯილდოს. აი პირობითად რომ ვთქვათ, ყოფილა ალბათ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ისეთი მომენტი, თუნდაც ყოფილხართ რომელიმე რესტორანში, ძალიან მოგწონებიათ ესა თუ ის კერძი და გაგიწევიათ ამაზე რეკომენდაცია, ხო, რომ აი ამ რესტორანში ვთქვათ კეთდება ძალიან მაგარი ხინკალი, ხო? მე ხინკლის მოყვარული ვარ და ამ მაგალითს მოვიყო. ძალიან მაგარი ხინკალი. და როდესაც თქვენი რეკომენდაციით იქ ადამიანი შედის და წარმოიდგინეთ, რომ რესტორნის შესასვლელში იდგეს ადამიანი, რომელიც გეკითხებათ, ვისი რეკომენდაციით მობრძანდით? აი თქვათ, მე ქეთის რეკომენდაციით მოვედი. გასაგებია და ქეთის ჩაურიცხოს მოგების გარკვეული პროცენტი, რაც რეკლამაში უნდა გადაეხადა. ხო მაგარი იქნებოდა. რამდენი ადამიანი იქნებოდა დაინტერესებული, რომ უფრო და უფრო მეტი გულწრფელი რეკომენდაციები გაეწიათ. სწორედ ამას აკეთებს ჯიფუ, ნებისმიერ კმაყოფილ მომხმარებელს შეუძლია გაუწიოს რეკომენდაცია ადამიანს და ის ადამიანი, როცა გააკეთებს საქონელბრუნვას კომპანიაში, შეიძენს ნებისმიერ რამეს, ამით აი ამ ადამიანს დაერიცხება პროცენტი. და საინტერესო ის არის კიდევ, რომ თქვენი გაწეული რეკომენდაციებიდან კი არ გიხდით კომპანია პროცენტებს, არამედ თქვენი რეკომენდირებულის რეკომენდირებულიდანაც, მისი რეკომენდირებულიდანაც და ასე სიღრმეში. ანუ, რამდენ ადამიანსაც არ უნდა გაუწიოთ თქვენ რეკომენდაცია და იმან კიდევ სხვას, ეს ძირითადად სამეგობრო სანაცნობო წრეზე ვრცელდება, ხო? როცა კმაყოფილი ხარ, პირველ რიგში შენს მეგობარს, შენს ახლობელს ეუბნები. ის თავის მეგობარს და თავის ახლობელს, ესე იზრდება შენი გუნდი და რამხელა საქონელბრუნვაც არ უნდა გაკეთდეს კომპანიაში, თქვენგან დაწყებული აი ამ სისტემით კომპანია გიხდით ამ პროცენტებს. ეხლა მე არ მექნება დეტალურად იმაზე საუბარი, რამდენ პროცენტს როგორ გადაიხდის, იმიტომ რომ ეს ცოტა შემდეგი შეხვედრის თემაა და აუცილებლად გვექნება ჩვენ შემდეგი შეხვედრა კვლავ და გაგაცნობთ კიდევ ძალიან საინტერესო ადამიანს, ვისაც რა თქმა უნდა და გაინტერესებთ, რომ კიდევ უფრო სიღრმისეულად გაეცნოთ რა არის ჯიფუ და როგორ იხდის ფულს, როგორი არის ანაზღაურების გეგმა, როგორ შეიძლება დამატებითი ან ძირითადი შემოსავალი შეიქმნა და კარიერა შექმნა ჯიფუში, ამაზე უკვე შემდეგ შეხვედრაზე გვექნება რა თქმა უნდა საუბარი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კომპანიაში არის რამოდენიმე ტიპის შემოსავალი. პირველი ეს არის, როდესაც ადამიანი გულწრფელი რეკომენდაციით პროდუქტს ყიდის, ეს არის ერთჯერადი მოგება, ასე ვთქვათ, მაგრამ როდესაც ადამიანი ვთქვათ, უკვე თავის სამომხმარებლო სისტემას აწყობს და მის ქვემოთ რო საქონელბრუნვა კეთდება, გუნდურ საკომისიოდანაც პროცენტს იღებ და ესეც ძალიან საინტერესოა და ნუ ერთჯერადი ბონუსები ვთქვით, პირველადი შეკვეთებიდან ბონუსები, გაყიდვებიდან ბონუსები, გუნდური საკომისიო, ძალიან მომხიბვლელია ეს ყველაფერი დამერწმუნეთ, როდესაც გუნდი იზრდება, რა თქმა უნდა, შემოსავალიც უფრო მეტად იზრდება და აქვე მინდა აღვნიშნო კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტიც, ეს არის საკარიერო კიბე. როდესაც იზრდება შენი კვალიფიკაცია, კარიერაში ზრდა გაქვს, რაც უფრო მაღლა ადიხარ, მით მეტია შენი შემოსავალი. ეს იმას ნიშნავს, რომ მით მეტი ადამიანია შენს გუნდში, მით მეტი საქონელბრუნვა კეთდება და შესაბამისად შემოსავალიც უფრო მეტი. აქვე არის საინტერესო მომენტი ის, რომ როდესაც შენ საკარიერო კიბეზე სვლას იწყებ და ნელ-ნელა მაღლა ადიხარ, კომპანია გასაჩუქრებს. ანუ
ეს არის მოგზაურობები, ეს არის სხვადასხვა ტიპის საჩუქრები, ძალიან საინტერესო. ეხლაც არის ერთ-ერთი მოგზაურობა ჩაშვებული, რომელიც დეკემბრის ბოლომდე გამოცხადებული პრომოუშენია და შეგვიძლია ნებისმიერ ადამიანს ამის შესრულება, შეუსრულებადი არაფერი არ არის და ეს არის მოგზაურობა ბალიზე, სადაც კომპანია 4 ღამით სრულ დაფინანსებით წაგიყვანთ თუ შეასრულებთ აი ამ საკარიერო კიბეზე აღმასვლას და მიაღწევთ იმ კვალიფიკაციას, რომლის შემთხვევაშიც გეკუთვნით ეს მოგზაურობა და მე არაერთ ასეთ მოგზაურობაში ვყოფილ ვარ და სიტყვაზე მენდეთ, ეს არის ყოველთვის დაუვიწყარი, ერთმანეთზე უკეთესია ყოველთვის ასეთი მოგზაურობები და ასე შემდეგ, ჩემო კარგებო, ანუ ეს არის ისეთი მოგზაურობა, რომელიც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. ანუ იმ ცხოვრების ხარისხს გაჩვენებთ, რომელიც ყველა ადამიანს უნდა და ყველა ადამიანს მოსწონს. ამიტომ ამისთვის ბრძოლა ნამდვილად ღირს. და მომხიბვლელი ის არის, რომ როდესაც შენ თუნდაც მოგზაურობისთვის იბრძვი და აკეთებ ამ კვალიფიკაციას, შენი შემოსავალი იზრდება. ერთმანეთთან ისე კარგად არის აწყობილი ეს ყველაფერი, რომ ყველა შემთხვევაში მოგებული ხარ, მოკლედ, და ამ დეტალებზე შეგვიძლია, რა თქმა უნდა, შემდეგ შეხვედრაზე ვისაუბროთ. და ბოლოსკენ, ანუ ნებისმიერ ადამიანს, ახლა აქ ვინც ვართ, 23 ადამიანი ვართ ჩართული და რატომღაც ეს ღონისძიების ბოლოს კიდე გვიერთდებიან ახალი ადამიანები. ყველა ადამიანმა შეიძლება თქვას, რომ კი, კარგია, მომწონს, მაგრამ მე რა? დღევანდელ ცხოვრებაში ისეთი ცხოვრების სტილი გვაქვს და ისეთი ცხოვრების ხარისხი აქვს ძალიან ბევრ ადამიანს მომხიბვლელი, რომ ყველას უნდა. ყველა ადამიანის ინტერესია შემოსავლის გაზრდა. ყველას გვინდა მეტი შემოსავალი, რომ უფრო კარგი ცხოვრებით ვიცხოვროთ, ხო, ასეა. ადამიანები დამეთანხმებით, რომლებიც ხელფასზე მუშაობთ, ხო? ხელფასით ამის შეცვლა რთულია. არ გამოვა. ვინც თვით დასაქმებულია, მათთვისაც ცოტა რთულია, იმიტომ რომ თუ შემოსავალი გაქვს, შენი დროის 90%-ს დებ ამ საქმეში, ხო? ანუ თავისუფალი დრო არ გაქვს. და ხშირად ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ ფულს აკეთებს ადამიანი, მაგრამ რო დახარჯოს იმის დრო არ აქვს. ან ფული ცოტა აქვს, დრო მეტი აქვს, მაგრამ ფული არა აქვს, რომ ის დრო საინტერესო საქმეებში დახარჯოს, ხო? აი რაღაცნაირი ესეთი სიტუაცია. გამოსავალი აქედან არის ბიზნესი. ტრადიციული ბიზნესი, თუნდაც არატრადიციული ბიზნესი, მაგრამ თუ ვილაპარაკებ ტრადიციულ ბიზნესზე, იქ არის ძალიან დიდი ფული საჭირო, რომ დაიწყო, პლუს კიდევ გამოცდილება, ან გვერდში უნდა გყავდეს ადამიანი, რომელიც დაგეხმარება. მაგრამ ესეც ცოტა რთულია, ანუ 80% ადამიანებისთვის ეს მიუღწეველია, ხო? მათ შორის ჩემთვისაც მიუღწეველი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამბიცია მქონდა, რომ შემოსავალი მინდოდა მქონოდა, მინდოდა ჩემი ბიზნესი მქონოდა, მაგრამ ფული ინვესტიცია არ მქონდა იმხელა, რომ ეს დამეწყო, რომ თქვათ, ფინანსურად დამოუკიდებელი ყოფილიყავი თუნდაც 5 წელში, თუნდაც 10 წელში. მაგრამ ქსელური მარკეტინგი და კონკრეტულად ჯიფუ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მინიმალური ინვესტიციით, ანუ უბრალოდ სარეგისტრაციო პაკეტით შეგიძლია დაიწყო ბიზნესი და როგორი ბიზნესი, სადაც ლოჯისტიკა შენი ასაწყობი არ არის. პროდუქტი შენი შესაქმნელი არ არის. მარკეტინგ გეგმა არა. არ ვიცი, ანუ ყველაფერი შექმნილია, სასწავლო სისტემა აწყობილია. შენ უბრალოდ გაქვს სურვილი, რომ რაღაცა შეცვალო შენს ცხოვრებაში, შემოსავალი შეიქმნა, ან თავისუფალი დრო მეტი გქონდეს, ან იმოგზაურო მეტი, ან ისწავლო მეტი, პიროვნული განვითარება გინდა მიიღო. ძალიან ბევრი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ადამიანი ქსელურ ინდუსტრიაში. შეგიძლიათ ამაზეც მოიძიოთ, რა თქმა უნდა, ინფორმაცია რა არის ზოგადად ქსელური ინდუსტრია და მიხვდებით, რაზეც ვსაუბრობ ახლა მე. და კონკრეტულად ჯიფუ გაძლევთ ამ ყველაფერს, აწყობილია ყველაფერი, რასაც ქვია, ლანგრით არის მორთმეული ბიზნეს გეგმა, თავისი პროდუქტით, თავისი სასწავლო სისტემით, თავისი გუნდით და შენ უბრალოდ უნდა მოხვიდე,
დაიწყო ამის კეთება და როგორ უნდა აკეთო, ამასაც გასწავლიან. ანუ თქვენ ყოველთვის ყავთ გვერდით ადამიანი, რომელიც გასწავლით ნაბიჯ-ნაბიჯ, თუნდაც პროდუქტი როგორ უნდა გამოიყენოთ, როგორ უნდა მიიღოთ შედეგი, როგორ უნდა ისაუბროთ, როგორ უნდა შესთავაზოთ ადამიანებს, თქვათ ეს საინტერესო ბიზნეს მოდელი, თქვენ თვითონ კიდევ უფრო სიღრმისეულად რო გაერკვეთ, რა ბიზნეს მოდელზეა საერთოდ საუბარი, აი ეს ყველაფერი ჯერ პირველ რიგში თქვენ თვითონ უნდა გაერკვეთ და ამისთვის აუცილებლად გვექნება ჩვენ შემდეგი შეხვედრა. ისედაც ინდივიდუალური შეხვედრა თქვენს მომწვევებს აუცილებლად ექნებათ, იმიტომ რომ ეხლა რო პრეზენტაციას დავამთავრებთ, თუ ეს ინფორმაცია თქვენთვის სიახლე იყო, ზოგი ადამიანი აქ არის უკვე რომ ვისაც ინფორმაცია ჰქონდა და დამატებითად მოისმინა, ზოგმა საერთოდ არ იცოდა რაზე იქნებოდა დღევანდელ პრეზენტაციაზე საუბარი, ამიტომ შეიძლება უცხო იყოს თქვენთვის ეს ყველაფერი, მაგრამ თუ ჩემს რეკომენდაციას გაითვალისწინებთ, აუცილებლად დაუკავშირდით თქვენს მომწვევებს, ჩაეკითხეთ ნებისმიერი კითხვა დასვით, იმიტომ რომ კითხვები აუცილებლად გექნებათ და მე ძალიან მომწონს ეს გამონათქვამი თუ არა შენ სხვა ვინ, თუ არა ახლა როდის, თუ არა ეს სხვა რა. აი ეს არის კითხვები, რომელ კითხვებზეც თქვენ უნდა მიიღოთ ამომწურავი პასუხები, რომ მიხვდეთ, რომ სწორ ადგილას მოხვდით. რა თქმა უნდა, ყველა არ დაიწყებს ამ საქმეს, ეს 100-ია. არსებობს ეს სამყაროში პარეტოს პრინციპი 80-20-ზე და ამ შემთხვევაშიც ეს პრინციპი 100%-ით იმუშავებს, მაგრამ რამოდენიმე ადამიანისთვის შეიძლება ეს დღევანდელი ჩვენი შეხვედრა იყოს გადამწყვეტი და რაღაცა სიახლის მომცემი და სიახლის დასაწყისი. თქვენ უბრალოდ უნდა იცოდეთ ის, რომ აქ ყოველთვის გეყოლებათ გვერდში მდგომი ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ, რომელიც გასწავლით, როგორ უნდა აკეთოთ სწორად, როგორ არ უნდა დაუშვათ შეცდომები, თუმცა შეცდომები უნდა დაუშვათ, მაგრამ ბევრი შეცდომა რო არ დაუშვათ და ნაბიჯ-ნაბიჯ აი ესე შეგიძლიათ მიაღწიოთ ფინანსურ დამოუკიდებლობასაც და გააქვთ დრო დეკემბრის ბოლომდე, დღეს თუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ შეასრულოთ კვალიფიკაცია და ბალიზე ჩვენთან ერთად წამოხვიდეთ სამოგზაუროთ და აი მე მიხვდებით, რაზეც მქონდა ახლა მე საუბარი, რატომაც ვსაუბრობ ამ მოგზაურობებზე ესე ემოციურად. ეს არის მართლაც დაუვიწყარი, როდესაც შენს მაგივრად იხდის კომპანია აბსოლუტურად ყველაფერი რო დაფინანსებით არის და შენ უბრალოდ იმ ადგილას უნდა ჩახვიდე და დაისვენო და მიიღო მთელი ეს სიამოვნება. ამიტომ ვიტყვი კიდევ ბოლოსკენ ერთ რამეს, თქვენ აუცილებლად შეგითანხმდებიან შემდეგ შეხვედრაზე, სადაც უფრო დეტალებზე იქნება საუბარი და კიდევ უფრო ისეთი გამოცდილ და კომპეტენტურ და ძალიან საინტერესო ადამიანს გაგაცნობთ. არ მინდა წინასწარ არ ვიტყვი ამას და მე აუცილებლად გაგაგებინებთ ამ ყველაფერს და მინდა გითხრათ ის, რომ ჩვენს გუნდში, ჩვენს ქართულ გუნდში ტარდება პერიოდულად ძალიან საინტერესო ვორქშოპები. ვორქშოპები ეს არის ორდღიანი ღონისძიება, სადაც ხდება დეტალური შესწავლა ლიდერებისგან, როგორ უნდა გახდეთ წარმატებული. ეს ორდღიანი სწავლება დროში ძალიან გიკვეცავთ სამუშაოს. აი, რაც პირობითად 2 თვეში და 3 თვეში უნდა გესწავლათ და ჩაგეტარებინათ ეს სამუშაო, აი ამ 2 დღეში გააკეთებთ ამ ყველაფერს. და საინტერესო ის არის კიდევ, რომ სწავლასთან ერთად თან ფულის გამომუშავებაც შეგიძლიათ უკვე. და ეს ყველაფერი შეგიძლიათ დღესვე დაიწყოთ და აი 1 და 2 ნოემბერს ვორქშოპზე უკვე თქვენი ახალი გუნდის წევრებით იყვეთ და ეს რა თქმა უნდა წინწაგდებული საქმეა და რაც უფრო დიდია თქვენი გუნდი, მით უფრო დიდია თქვენი შემოსავლები და მოკლედ ეს იყო ის ყველაფერი, რაზეც დღეს მინდოდა მე საუბრა. როგორც უკვე აღვნიშნე, დეტალურად საუბარი დღეს არ გვექნებოდა, პატარა მონახაზი გაგიკეთეთ, რომ რას წარმოადგენს კომპანია და რას გვთავაზობს. შემდეგ უკვე კითხვებზე ინდივიდუალურად ის გაისაუბრეთ თქვენს მომწვევებთან და თუ რამეში ჩემი დახმარებაც დაგჭირდეთ, რა თქმა უნდა, მეც დაგეხმარებით და ყველა კითხვაზე გიპასუხებთ. ასე რომ, ეხლა გისურვებთ მშვიდობიან საღამოს. იმედია რომ საინტერესო იყო დღევანდელი პრეზენტაცია და ძალიან გამიხარდება რომ თუ აი ამ პრეზენტაციიდან ამ ჩართვიდან რამოდენიმე ადამიანი შემოუერთდება უკვე ჩვენს გუნდს და ერთად ძალიან მაგარ საქმეებს გავაკეთებთ. დროებით